ყოველწლიურად გურჯაანის ფესტივალი ხდება უფრო და უფრო მეტად პოპულარული, რაც პირველ რიგში დამსახურებაა ცხადია გაინტერესებისა, რომელიც გააჩნიათ ადგილობრივ მეწარმეებს და ასევე ადგილობრივ მოსახლეობებს, რომლებსაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი შანსი უჩნდებათ იმით, რომ მეტი ტურისტი ჩამოდის, ადგილობრივ ბაზარზე ჩნდება უფრო და უფრო მეტი კომპანია, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულებით და შესაბამისად ასეთი ტიპის ღონისძიებები ცხადია ქმნის იმ გარემოს, რომელიც ერთი მხრივ ბიზნესაც აინტერესებს და მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას. ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, შევაფასოთ, იზრდება თუ არა ინტერესი ამ ფესტივალის მიმართ, ცხადია არის დამსწრეების რაოდენობის ზრდა. პირველ რიგში ცხადია ადგილობრივების, ასევე სტუმრების და მეწარმეების. გურჯაანის ღვინის ფესტივალი არის უკვე ტრადიციულად ტარდება და ყოველ წელს სულ სხვადასხვანაირი ფორმატით წარდგება. დღეს წელს ხედავთ, რომ ახალი სივრცე შეიქმნა და ეს ნამდვილად იძლევა საშუალებას როგორც ღვინის წარმოებლებისთვის, ასევე კომპანიებისთვის და ვიზიტორებისთვის, რომ დავაგებოვნოთ ერთმანეთი გავიცნოთ, გავესაუბროთ ჩვენ მოხმარებად, ჩვენ როგორც წარმოებლები ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ამდენ ადამიანთან გვაქვს საშუალება შეხვედრის. ჩვენ გვაქვს საოჯახო მცირე მარანი, რომ ათეული წლებია ვაკეთებთ ოჯახურ ღვინოს, მაგრამ წელს პირველად ჩამოვასხით ბოთლში და გამოვიტანეთ. ძალიან კარგი შესაძლებლობა არის დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე და გვაქვს ძალიან ბევრი ლამაზი ტრადიცია. ვცდილობთ, რომ ესე ლამაზად წარმოვაჩინოთ ქართული ტრადიციები, რასაც ქვია ქვევრის ღვინო. ეს ფესტივალი ამტკიცებს იმას, რამდენად ცოცხალი არის ქართული ღვინის ტრადიცია. ჩვენი ღვინო არის დამზადებული მზის ენერგიით, სიყვარულით, სითბოთი და სწორედ ამ სითბოს უზიარებთ დღეს ყველას. თათარა არის კახური ტრადიციული დესერტი, ასე რომ ვთქვათ, რომლისგანაც ვამზადებთ ძალიან გემრიელ და ტკბილ ჩურჩხელებს, რომლის გარეშეც კახურის უფრა წარმოუდგენელია, ასევე შემოდგომა ჩურჩხელის და თათარის გარეშე, როგორც კახეთში, ასევე მთელ საქართველოში წარმოუდგენელია. Hello Georgia, this is Nalo from Napoli, Italy. მე ნალო ვარ, იტალიის ქალაქ ნეაპოლიდან. მე კი andrea ვარ, რომიდან. ძალიან მოხიბლული ვარ ამ სილამაზით, გარემოთი და იმით, თუ რა თბილი ხალხი ხართ. ევროპაში ღვინისადმი მიწყვნილი ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს, განსაკუთრებით იტალიაში, თუმცა მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს და ძალიან სასიამოვნოა თქვენი ღვინის დაგემოვნება.